დილამშვიდობის სამეგობრებო, დადგა მეორე დღეც და ეხლა უნდა გავიქცე ზუსტად 3 წუთი მაქვს, რომ წავიცვა დამცავი და ჟაკეტი, ამიტომ წავიდე. როგორც გითხარით, მივიდივარ აიანაპაში და უკვე დაგვაგვიანდა გასვლა, იმიტომ რომ 11 დაიწყო და მანქანაც არ გვიქირავია ჯერ, ამიტომ ძალიან უცბად უნდა მოვემზადო. გუშინ სამწუხაროდ ისეთი ვერაფერი ვერ გადავიღე, სახლში ამოვედით მალევე და გადავწყვიტეთ, რომ დღეს დაგვაგეგმა რამე. ამიტომ დღეს წავიდეთ, წაგიყვანთ. მართალია, ჩემი YouTube-ის მაყურებელმა კარგად იცის აიანაპაში უკვე ყველაფერი. კავოგრეკოზე ნისიბიჩი არის, ყველაფერს ვიღებ ხოლმე, რამდენჯერაც ჩავდივარ და მგონია რომ ცოტა მოსაბეზრებელიც კი არის ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ვინმეს გაინტერესებდეთ კიდეც, ამიტომ გადავიღებ. ისგან დამცავი არ წარმოსავს, ძალიან დიდი ხანია. და ჩემს სახეს დაეტყო სხვათა შორის. ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია. გამჩნდა, რომ წრულწლოვანი ნაოჭები გამჩნდა. მე რა დროს ნაოჭებია, უნდა გავიქცე ღმერთო. და ქურთუკის არ მომიფიქრებია, რომ მოსვიცვა. თავარია კამერის დატენვა მოვასწარი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დამჩეს ორი რაღაც, ეს არის ჩემი მართვის მოწმობა და სათვალე. დანარჩენს ეშველება ალბათ. და შტატებსაც წამოვიღებ. მართვის მოწმობა. აქ არის სათვალე. აქ არის და წამოვიღოთ დამტენით, ასევე. სულიშვილები ჩამოდიან მეგობრებო 22 მარტს. გამაგარია. აქ სულკიები არის. ჩვენი იქნება რომელიმე. კი, იმის მოწონს. არ მეყვარს ეს კომპანია, ძალიან კარგი სერვისი აქვს, როდესაც მანქანას ქირავთ, ყოველთვის აქ მივდივართ, ამიტომ ვისაც დაგაინტერესებთ და კვებრა შეაპირებთ მოგზაურობას და მანქანას ქირავებას, აუცილებლად დამიკავშირდეთ და დაგაკვალიანებთ, იმიტომ რომ არ ითხოვენ დეპოზიტს, რაც იშვიათია და ძალიან კარგი ხალხია მოკლედ. ბენზინით ჩავასხით და წავიდეთ უკვე აიანაპასკენ. რესტორანიც დაკეტილია. უგებრიელი საჭმელები აქვთ არა და აქ და არ მუშაობენ იანვარში. ვიდით ნისიბიჩზე, ჩემი საყვარელი ადგილი. თელს გვებრასა. ეს შტატივი არის რაღაც სასწაული, იმიტომ რომ შემიძლია დავზო ნებისმიერ ადგილას. ტელეფონში ვაკონტროლებ ჩემთვის. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ არ მაქვს მიკროფონი. და მიკროფონი რომ მაქვს შორიდან ვერ გაიგებ ჩემს, მაგრამ გიომით რა გარჩევქებო. რეალე არის აქ. მეგობრებო, ეხლა მოვედი ულამაზეს ადგილას. ეს არის რაღაც ქანდაკებები, რომელიც აიანაპაზე ნისიბიჩთან ახლოს მდებარეობს და ყოველთვის მანქანიდან გავლით შევხედავდით ხოლმე და ძლივს გავჩერდით, გადმოვედით და ისეთი სილამაზეა არ მჯერა. აი ეს ამ გზაზე რომ გამოვიდით ხოლმე, ხედავდით და ეხლა გავჩერდით. და უბრალოდ ნახეთ რა ლამაზია.
ჩვენ მოვედით კონოს ბიჩზე, რომელიც ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი სანაპიროა. სიცივეა? ჩრდილში რო დავდებით ხა? მართლა? მაშინ ჩემიც გადმოიტანა რა. ეს კაფე რა მუშაობს ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის, იმიტომ რომ დაკეტილი არის ხოლმე არა სეზონზე, ამიტომ ნამდვილად მოულოდნელი იყო. აი აქედან არის ჩასასვლელი სანაპიროზე. ჩვენ საყვარელ კაფეში. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად გემრიელი საჭმელი აქ არ აქვთ, მაგრამ ისეთი ხედია, რომ ამის გამო მოვდივართ ხოლმე და ვტკბებით, ამიტომ გაჩვენებთ რაც შევყვეთეთ და მე უკვე წავალთ კავო გრეკოსკენ. როგორც გითხარით, ეს არის კონოს ბიჩი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სანაპირო. წავალთ შემდეგი დანიშნულების გვალდება კავო გრეკო. ტაძარი არის აქ პატარა კავო გრეკოსთან. ეხლა მოვედით Fig Tree Base სანახავად. ულამაზესი არის. ანუ ლეღვის ხის ბეი რაღაც ესე რომ თარგმნათ, იმიტომ რომ ძალიან უცხო ხეები არის, გაჩვენებთ ეხლავე. ეხლა პავლო კერერით რო ვატარო. გზას რო არ უყურ. თუ მოგეწონათ აუცილებლად დამლაიქეთ ვიდეო, რაღაცნაირად გამოხატეთ, არ ვიცი ხოლმე ამას, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვა
თქვა, იმიტომ რომ თქვენგან უკავშირიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ხო, მედია რა მოგეწონათ.